ჩემო ძვირფასებო, გავაკეთოთ ახლა ესეთი გაშლა. ახალი კვირა იწყება. თვე სრულდება უკვე და ვნახოთ ახალ კვირას. ორშაბათის კვირიდან რა ტენდენციები იქნება თქვენს ცხოვრებაში. განვიხილოთ სამი სფერო: პირადი, ფინანსები და სამუშაო სფერო. და ვნახოთ რა სიახლეები იქნება, როგორ განვითარდება ამ სამ სფეროში თქვენთვის რა სიტუაცია იქნება, ხო? ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, თქვენ ჩაიფიქრეთ ვარიანტი, მე კი დავაწყობ არკანებს. მაშინ ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის, როგორ იქნება ორშაბათის კვირა, ზოგადი ენერგია, ზოგადი კვირის, ზოგადი ფონი, როგორ იქნება პირველი ვარიანტისთვის, კვირის ზოგადი ფონი, პირველი ვარიანტისთვის, როგორ იქნება და როგორ იქნება კვირის ზოგადი ენერგია და ფონი მეორე ვარიანტისთვის. ვნახოთ პირველ ვარიანტს ორშაბათის კვირაში. რა იქნება, როგორ წარიმართება სამუშაო სფერო ორშაბათის კვირაში პირველი ვარიანტისთვის, ფინანსური სფერო როგორ იქნება და როგორ იქნება პირად ურთიერთობებისთვის, ხო, პირადში რა იქნება, რა ცვლილებები იქნება, რა სიახლეები, ან იქნება თუ არა საერთოდ სიახლეები, ნახოთ გვიჩვენებს. მეორე ვარიანტი, სამუშაო სფერო, ფინანსები და ურთიერთობები. ჩაიფიქრეთ ვარიანტი, თუ საჭირო გახდა მე დავამატებ არკანებს. პირველი ვარიანტი. მეორე გადავდოთ დროებით გვერდით და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი ვინც არჩიეთ, ჩემო ძვირფასებო, როგორ იქნება ზოგადი ენერგია კვირის. მთვარის არკანი, ჩემო ძვირფასებო, მთვარის არკანი. მინდა გითხრათ, რომ ორშაბათის კვირაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ თავთან, საკუთარ ინტუიციაში, საკუთარ ქვეცნობიერში ჩაღრმავება. მნიშვნელოვანი იქნება ასევე იმის გააზრება, თუ რაიმე ამ მომენტამდე რაღაც იყო შიშის ფაქტორები, რაღაც მღელვარება, ხო, მოგიწევთ ორშაბათის კვირაში, მთლიანობაში საკუთარ თავში ჩაუღრმავდეთ და თქვენს ქვეცნობიერში ეძებოთ ის კითხვები, რომლებიც გაწუხებთ, ხო? შესაძლებელია გაძლიერებული გქონდეთ ინტუიცია, ასევე და შესაძლებელია ძილში მოგივიდეთ რაღაც ან მინიშნებების სახით, ძილში იქნება თუ ცხადში იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თვალსაზრისით. ასევე მინდა გითხრათ, რომ მთვარის არკანი არის ერთგვარი დაბნეულობა, ბურუსი, როდესაც რაღაც სიტუაცია, რაღაც ფაქტი ჩვენთვის არ არის ბოლომდე გამოვლენილი, გაურკვეველია, ხო? ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ ასევე არ იყოს თქვენთვის რაღაც ისეთი მოქმედება სხვა ადამიანების მხრიდან, რომელიც არის ტყუილთან დაკავშირებული, ილუზიასთან დაკავშირებული, ხო? ანუ არ მოტყუვდეთ. გამოიყენეთ თქვენი საკუთარი ინტუიცია, თქვენი ქვეცნობიერი და ასევე შესაძლებელია იყოს ღალატის ფაქტორიც, რაღაც ფარული საფრთხის შემცველი, როგორ გითხრათ, სიტუაცია თუ არ ვიცი, პიროვნების მხრიდან, მოკლედ ერთი სიტყვით იყავით ყურადღებით, რომ არ აღმოჩნდეთ რაღაც ისეთ ფარული ზეგავლენების, ფარული საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეთ და საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი არკანია, მნიშვნელოვანი კვირა იქნება თქვენთვის და მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას, საკუთარ გულს და მინიშნებებს. ერთი სიტყვით დააკვირდით, მაღალი არკანია და რაღაც იქნება მნიშვნელოვანი აუცილებლად. რაც შესაძლებელია სიღრმიდან, თქვენი ქვეცნობიერიდან მოდის, ხო? შესაძლებელია რაღაც იყოს სიტუაცია ისეთი შეიქმნას, რამაც ეჭვი გაგიჩინოთ, რაღაც ვინმეს სანდოობაში, ან რაღაცის, არ ვიცი, ერთი სიტყვით თქვენ უკეთესად მიხვდებით, როცა ეს მომენტი დადგება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მთლიანობაში ორშაბათის კვირაში ენდოთ საკუთარ ინტუიციას და საკუთარ ქვეცნობიერში ჩაიხედოთ, თუ რაიმე ბურუსით საეჭვო გარიგებები, საეჭვო რაღაც წინადადებები არ მიიღოთ, რომ არ აღმოჩნდეთ რაღაც ინტრიგების და ასეთი ზეგავლენების ქვეშ არ მოექცეთ. ჩემო ძვირფასებო, პირველ ვარიანტად ერთი სიტყვით მნიშვნელოვანი იქნება და ეს ყველაფერი რომ გაითვალისწინოთ და ვნახოთ ახლა სამსახურში როგორ იქნება სიტუაცია. სამსახურში 4-იანი პენტაკლი, ვინც დასაქმებული ხართ, სტაბილურად იქნება ყველაფერი. ვინც ეძებთ სამუშაოს და არ ხართ დასაქმებული, მინდა გითხრათ, რომ მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ასე ვთქვათ, აქტიურად ჩართვა, იმიტომ რომ თუ 4-იანი პენტაკლის პოზიციაში იქნებით, თქვენ სამსახურს ვერ იშოვით.
ვერ დასაქმდებით, მაგრამ ვინც დასაქმებულები ხართ, სტაბილურად იქნება ყველაფერი. თქვენ თქვენს ადგილას იქნებით, რუტინული და სტაბილური სამუშაო გექნებათ ერთი სიტყვით. ფინანსები ვნახოთ, ფინანსებს რაც შეეხება განდეგილი სარკანი ამოვიდა, განდეგილი სარკანი ეს არ არის ფინანსური არკანი. ეს უფრო შეიძლება ითქვას ძიება იმის საკუთარი რესურსების, საკუთარი თავის ძიება, ხო? მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით თუ წავიკითხავთ, მინდა გითხრათ, რომ განდეგილს სიმართლე გითხრათ, ფინანსები არც აინტერესებს დიდად, ხო? კი აქვს. რა თქმა უნდა, აქვს ფინანსები, საკმარისი, მაგრამ ეს არის საკმაოდ მოზომილი ფინანსები, რომელიც ყოველდღიურ მოთხოვნებს უკმაყოფილებს, ხო? ძირითადად რომ გითხრათ, რომ რაღაც თქვენთვის ამ კვირაში, ორშაბათის კვირაში ფინანსური საკითხი იქნება პრიორიტეტული, არ იქნება პრიორიტეტული, იქნება უფრო საკუთარ თავში ჩაღრმავება და საკუთარ ფიქრებში და საკუთარ აზრებში გარკვევა ერთი სიტყვით და იმ გზის ძიება, რომელიც შესაძლებელია მომავალში რაღაც უკეთეს ფინანსურ სახსრებს მოგიტანთ და უკეთეს რაღაც პირობებს შეგიქმნით, ხო, ფინანსური თვალსაზრისით. ასევე შესაძლებელია იყოს ასაკიანი მშობლების დახმარება, ჩემ ძურფასებო, ორშაბათის კვირაში, ისე რომ მთლად უფლოდ არ იქნებით, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ სხვა ფული შემოვა თქვენთან, მოზომილი რაოდენობით, სტაბილურად იქნებით ერთი სიტყვით. ნახოთ რა იქნება ურთიერთობებში ამოდის ტუზი, თასი, საკმაოდ კარგი არკანია ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს გინდა პირადული იყოს, გინდა ახლობლებთან, თანამშრომლებთან კომუნიკაციის არკანია, როდესაც ემოციებით სავსე ხართ, ურთიერთობებით კმაყოფილი ხართ და საკმაოდ დადებითი ემოციები და დადებითი არკანია ურთიერთობებისთვის, არ არის გამორიცხული, რომ იყოს რაღაც ახალი ნაცნობობაც, ახალი შეხვედრა, ახალი რაღაც იმპულსი ემოციების, ისე რომ დადებითი არკანია ჩემ ძურფასებო. უბრალოდ იყავით მთლიანი კვირის განმავლობაში ყურადღებით, რომ თუ რაიმე კითხვის ნიშნები გაქვთ, თუ რაიმე აქამდე არის რაღაც გაუგებარი, მიენდეთ საკუთარ ინტუიციას და ინტუიციით იმოქმედეთ. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი ჩემ ძურფასებო. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მე გადავდებ პირველ ვარიანტს და ნახოთ მეორე ვარიანტისთვის, როგორ იქნება ორშაბათის კვირის ზოგადი ენერგია. 10-იანი თასი. 10-იანი თასი ეს არის საკმაოდ დადებითი ემოციები, როდესაც მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ გარშემომყოფებისთვის, როდესაც გავსებენ სიხარულით, როდესაც თქვენც ასევე მზრუნველობით და ეკიდებით ყველას, ხო? ანუ დადებითი ემოციები, აქ არის გვერდში დგომა, ზრუნვა ერთმანეთზე, მიზნის მიღწევა, ჩანაფიქრის, მოკლედ ძალიან დადებითი არკანია ერთი სიტყვით, 10-იანი თასი, ემოციებით სავსე. კვირა გექნებათ ერთი სიტყვით, შესაძლებელია რაღაც გაგიხარდეთ ახლობლების მხრიდან, შესაძლოა რაღაც სასიხარულო, ასე ვთქვათ, გარემოშიც აღმოჩნდეთ, ან სავსე იქნებით ერთი სიტყვით ემოციებით და დადებითი არკანიის საკმაოდ დადებითი ენერგიები. სამუშაოს თვალსაზრისით ყველაფერი კარგად არის. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში შესაძლებელია თუ დასაქმებული ბრძანდებით, თქვენ რაღაც კარიერული წინსვლის შანსები გაგიჩნდეთ, ამაზე ფიქრი დაიწყოთ, რომ უფრო მაღალ საფეხურზე, უფრო წინ წახვიდეთ. თუ უმუშევარი ბრძანდებით და ეძებთ სამუშაოს, ეს კარტი იმედის მომცემია იმათთვის, ვინც უმუშევარია, რომ იშოვის სამსახურს, ოღონდ შესაძლებელია ცოტა ეს არ იყოს ერთი კვირის განმავლობაში, უფრო ცოტა შორი პერსპექტივა, ხო? ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად იშოვის და დასაქმდება. ნახოთ ფინანსებში საკმაოდ კარგი არკანი გვაქვს ჩემო ძურფასებო, იქნება ფინანსური შემოსავალი კვირის ბოლოს, ერთი სიტყვით ორშაბათის კვირაში, ხო? ფინანსებს ვინც ელოდებით აუცილებლად მიიღებთ. ეს არის ჰარმონიული არკანი, როდესაც კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ ერთი სიტყვით, ძალიან კარგი არკანია ფინანსური თვალსაზრისით, ფინანსებთან ცხრიანი პენტაკლი, ხო? ფინანსების არკანია. ნახოთ ურთიერთობების თვალსაზრისით, ურთიერთობებში ჩემო ძურფასებო. თუ ამ მომენტისთვის თქვენს გვერდით არის მამაკაცი, მისი მხრიდან რაღაც აქტიური, რაღაც წინადადება შეიძლება მიიღოთ, რაღაც შეთავაზება, კიდევ რაზე მიგანიშნებს, ხო, რაღაც ახალი საწყისი იქნება, მისი მხრიდან რაღაც იგრძნობთ, ხო? იგრძნობთ იმპულსებს იმისას, რომ ამ პიროვნებისთვის თქვენ ხართ ძვირფასი და ასე ვთქვათ, ინტერესი იგრძნობთ ამ პიროვნებისგან, თუ არ ხართ ურთიერთობაში, აუცილებლად გამოჩნდება მამაკაცი,
მამაკაცი, რომელიც დაგაინტერესებდა, რომლისთვისაც საკმაოდ მიმზიდველი და ასე ვთქვათ პოზიტიური ნაცნობობა შედგება მომავალში. ჩემო ძვირფასებო, ისე რომ თუ ხართ ურთიერთობაში, ეს პიროვნება თქვენს გვერდით არის და შესაძლოა რაღაც საკითხში დაგეხმაროთ, გვერდში დაგიდგეთ, მისგან რაღაც წინადადება მიიღოთ, შეთავაზება, რაღაც არ ვიცი, ერთი სიტყვით გვერდში დგომა არის მისი მხრიდან, თუ არ ხართ ურთიერთობაში და აუცილებლად გამოჩნდება, ჩემო კარგებო, ვინც არ ხართ ურთიერთობაში, პიროვნება, გვერდხის მეფე, რომელიც რაღაც გრძნობებს მინდა გითხრათ, რომ გააღვიძებს რაღაც ახალი საწყისი იქნება თქვენთვის. აი ასეთი იქნება ორშაბათის კვირა მეორე ვარიანტისთვის. მადლობას მოგახსენებთ, ჩემო ძვირფასებო, მე ნაყოფიერ კვირას გისურვებთ, ნაყოფიერ მუშაობას და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. მადლობას მოგახსენებთ და დაგემშვიდობებით ნახვამდის.